მოგესალმებით მეგობრებო. არ მინდოდა მოგეთ რაღაც პატარა კომენტარის გაკეთება თელავის სასტუმროსთან დაკავშირებით, რაც მოხდა. მაგრამ აი იმ სტატუსებს და აი რაღაც ვიდეოებს ნახულობებს რა და ასე იწყებენ ძალადობას გმობ, მაგრამ ჯერ აქედან დავიწყოთ რომ ქართულ კაცს არ შეშვენის მე არანაირი პირადული არ მაქვს მაგბიჭთან და არ ვიცი გაათავისუფლეს თუ არა, მაგრამ თავისუფლებას უსურვებ. მაგრამ ქართულ კაცს ესე მუშტი ქალს სახეში, მე ვფიქრობ რომ არ არის კარგი საქციელი. მე ზოგმა დააშარდესო და აიმასქნესო ესო და სამწუხაროდ ვერც ეგეთი კადრი ვერ ვნახეთ რა, რომ ვიღაცამ გააპარავოს ეს საქციელი. არიან ვიღაცები აპრავებენ. განსაკუთრებით ის ადამიანები რა, გეტყვით ახლა მაგ ადამიანებზე. აი სუფრაზე იჯდე და რაღაცეები რა. აი თქვენი დედა შევეცი, სუფრაზე არ ვიჯექი მე ჩემს მეუღლესთან ერთად და მის ორ დაქალთან ერთად და ჩემი ძმაკაცი მოხდა ჭელო და სუფრაზე არ ვიჯექი რომ აი ეს თქვენი ის რომ მოეთესლა იქ და შეურაცხყოფების მიყენება რომ დაიწყო ჯერ მაგიდიდან მაგიდაზე და ისო რა ქვია გასვლის დროს რო ოლეოლაო ქოცების ასეო და რო ვცემე კარგად ის და მისი მეგობრები და მეორე დღეს კადრები რო გავცედა და თელი ეს ოპოზიციური სპექტრი შემომივარდით შენ მოძალადეო კაცო ხელი როგორ დაარტყიო მე კაც დავარტყი კაცი კი არა კაროჩი ახლა არ მინდა რაღაცები და თქვენ უნდა მოსოებო თქვენ ტიპმა ქალს კბილები ჩამოუღო და ამას აპარავებთ ესო უკრაინაშიო ძებნილიო რაღაცეებიო და სულ მაგარი მკიდია სად არის ძებნილი ეგ გოგო რა მით უმეტეს უკრაინის ძებნილი თუ არის რა უკრაინელებმა ვინც კი ძებნილი იყო საქართველოში და ვინც კი ქვეყანა გაუპატიურა ყველა მიიღო და თანამდებობებზე დასვეს იქ რა და გამოხვა და რაღაცეები მაშინ აგერო შეურაცხყოფას მაყენებენ მეც და ჩემს ოჯახს თუნდაც კომენტარებში აუცილებელია სუფრაზე ვიჯდე მწყევლიან გვაგინებენ და ბიძინას ტრუსიკო და ჩემშვის ოწერენ ბიძინას ტრუსიკია მამა შენ და მონაა და რაღაცეები მაშინ გამოვალ იმ მარეზის და იმ და ჩამოუღებ კბილებს და მე მაინტერესებს ეთი რა სიტყვით რა აუცილებელია ხო პროვოკაციაზე მაგებენ ისინი ზოზე გავდივარ და ხარო მომივარდებიან მანქანასთან და ხარაგას და მე ჩამოუღებ კბილებს იმას და მე ძალიან მაინტერესებს თქვენ რა აზრის იქნებით რა მაგრამ მაგას 100 წელი არ ვიკადრებ რა იმიტომ რომ კაცი კაცის ადგილას უნდა იყოს და ქალი ქალის ადგილას რა და კაცს მეტი მოეთხოვება რა ქალსო რა მოეთხოვება ჩვენ შეიძლება მოთხოვოთ ჩვენ დედებს ცოლს შვილებს გოგოს და ვის უნდა მოთხოვო ქალს ოდის მოეთხოვე რა მოეთხოვება ქალ ვიღაც აი თუნდაც ვიღაც ქალს რაღაცა შეეშალოს ის მის ოჯახზეა დამოკიდებული როგორი გაზარდა და როგორ თორე არასოდეს ცხოვრებაში ქალზე არავის არაფერი არ მოუთხოვია რა და კაცები ვარ და მეტი მოგვეთხოვება რა და ზოგადად ცხოვრებაში თუ რამ რაც არ უნდა მოხდეს მაინც ქალთან მიმართებაში დამაშავეები ჩვენ ვართ რა გამოვლენ აქ და რაღაცები აი ძალადობას გმობ მაგრამ საცემი იყო რა და მანახეთ ის კადრი რა და მასე თუა მე რაღაც დაპორჭყნილი ისინი კადრებს იმას დადიხარ და ჯერ მაგიტეხავს ყველაზე მეტად რა მე კიდევ გეუბნებით მაგბიჭენ არანაირი პირადული არ მაქვს რა მაგრამ რაც მოხდა არ მოხდა რა მე არ მომეწონა რა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ რა მე არ მომეწონა ეგ საქციელი ქართველი კაცისგან რა წარმატებები